მოგესალმებით. ეს არის სამეფო არხი და გადაცემა საუბრები მოძღვართან. მე გახლავართ დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა შეეხება ისეთ ჩვენს ცხოვრებაში, შეიძლება თქვა ასეთ შედარებით ახალ მოვლენასთან, რომელიც გაჩნდა, ასე ვთქვათ, 90-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, მის მერე რაც საზღვრები გაიხსნა და ჩვენს ყოფიერებაში შემოვიდა ძალიან ბევრი ისეთი ჩვენთვის მანამდე უცნობი დღესასწაული, დღეობები, როგორც არის თქვა ჰალოვენი, როგორც არის ვალენტინობა და კიდე სხვა არაერთი. ხო და დღეს მე შემოგთავაზებდით, რომ გავისაუბროთ ეგრეთ წოდებული ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, საერთოდ რა არის ეს, რა დღესასწაულია, რა დღეა, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში დღემდე ბევრი არის ესეთი გაუგებრობა ამ დღესთან დაკავშირებით, რომ ზოგი ხალხი ლაპარაკობს, რომ ეს კათოლიკური დღესასწაულია, ეს ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის არის უცხო, საერთოდ ეს წმიდანიც არა მართლმადიდებელია და შესაბამისად ასეთი დღის აღნიშვნა საერთოდ არ შეიძლება დაუშვებელია მართლმადიდებელი ადამიანისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი აგრესიულადაც კი არის განწყობილი ამ წმიდანთან წმინდანის მიმართ და ზოგადად ამ დღესთან დაკავშირებით. არადა რეალურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა ვალენტინი რეალურად არის წმინდანი, მართლმადიდებელი წმინდანიც არის და თავდაპირველად მართლმადიდებელი იყო. ის ერთ-ერთი პირველი მოწამეა ქრისტიანობის ისტორიაში. ის იყო ეპისკოპოსი, იტალიაში მოღვაწეობდა ქალაქ ტერნის ეპისკოპოსი იყო და მოწამეობრივად აღესრულა 270 წელს. და მისი ხსენება ხდება მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვითაც და ოღონდ ხდება არა 14 თებერვალს, არამედ ძველი სტილით ეს არის 30 ივლისს, ხოლო ახალი სტილით არის 12 აგვისტოს ხდება წმინდა ვალენტინის ხსენება. და ჩვენს კალენდარში ის არის ნახსენები, როგორც წმინდა მოწამე მღვდელმთავარი ვალენტინი ინტერამელი, ან კიდე სხვანაირად იტალიელსაც ეძახიან მას. შესაბამისად ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ეს ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის უცხო წმინდანია და საერთოდ წმინდანი არ არის, ეს არის შეცდომა. იმიტომ რომ ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ეს არის ერთ-ერთი ქრისტიანობის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი მოწამე, იყო მღვდელმთავარი, მართლმადიდებელი, მაშინ ჯერ გაყოფილი არ იყო ეკლესია და ერთი დასავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთში ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია იყო. შესაბამისად ის ჩვეულებრივად იყო აღიარებული და არის დღემდე მართლმადიდებლურ სამყაროშიც აღიარებული როგორც ჩვეულებრივად წმინდანი. და ის არის დამარხული დღეს ერთ-ერთი ქალაქ რომში, ერთ-ერთ ტაძარში არის დღემდე არის მისი საფლავი, სადაც სხვათა შორის მართლმადიდებლები წმიდიან და თაყვანს სცემენ მის საფლავს, მის წმინდა ნაწილებს. ახლა მისი, როგორც უკვე ჩვენ ვთქვით, მოწამეობრივად აღესრულა 270 წელს, იყო მღვდელმთავარი, ხოლო მისი ოფიციალურად მისი კანონიზაცია და კალენდარში, საეკლესიო კალენდარში მისი, ასე ვთქვათ, ჩაწერა მოხდა 494 წელს რომის პაპის გელასის დროს. მოხდა მისი, ასე ვთქვათ, ოფიციალურად აღიარება წმინდანად და უკვე კალენდარში მისი სახელის ოფიციალურად შეტანა. ახლა რატომ წმინდა ვალენტინი ასოცირდება სიყვარულთან, შეყვარებულებთან და ასე შემდეგ? აქაც ძალიან საინტერესო ისტორია და რამოდენიმე ვერსია არის. და რატო 14 თებერვალს, ახლა დასავლეთ ევროპაში 14 თებერვალს ხდება მისი ხსენების აღნიშვნა. სიყვარულთან რატომაც არის ასოცირებული, აქ არის ორი ვერსია.
დოკუმენტურად არც ერთი არ არის სადმე აღნიშნული რომელიმე წყაროში, ეს არის ზეპირი გადმოცემით, არის დღემდე ეს მოდის. პირველი ვერსიის შესაბამისად ნათქვამია, რომ იმპერატორი კლაუდიუსი, კლაუდიუსი მეორე, რომელიც მართავდა რომის იმპერიას იმ პერიოდში, ემზადებოდა ომისთვის და მას ჰქონდა გამოცხადებული მობილიზაცია. ხოლო რომის იმპერიის კანონმდებლობით ადამიანი თუ იყო ახალი დაქორწინებული პირველი 1 წლის განმავლობაში ის მობილიზაციას არ ექვემდებარებოდა, იყო თავისუფალი, ის რჩებოდა ოჯახში, რჩებოდა თავის მეუღლესთან, რჩებოდა და მხოლოდ როდესაც გავიდოდა 1 წელი, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მისი წაყვანა ჯარში და შესაბამისად ომში. და იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, ახალგაზრდა მამაკაცი არ დაქორწინებული იყო იმ პერიოდში, როდესაც იყო გამოცხადებული ეს მობილიზაცია, იმპერატორმა კლაუდიუსმა აკრძალა ქორწინებები. წარმოიდგინეთ, ანუ მთელი იმპერიის მასშტაბით იყო აკრძალული, მაგრამ ნათქვამია გადმოცემით, რომ ეპისკოპოსი ვალენტინი მიუხედავად ამ აკრძალვისა, მაინც ჯვარს წერდა ახალგაზრდა ადამიანებს, შეყვარებულ ადამიანებს და ოჯახებს ქმნიდა მიუხედავად იმ აკრძალვისა, იმპერატორის მხრიდან აკრძალვისა და მიუხედავად ოჯახებს ქმნიდა, ჯვარს წერდა. ხო და იმპერატორმა რო გაიგო ეს ამბავი, განრისხდა და ეს იყო მიზეზი, რატომაც ის შეიპყრეს წმინდა ვალენტინე და მოწამეობრივად, ის მოკლეს, ასე თქვა, აწამეს და ასე მოწამეობრივად აღესრულა ეპისკოპოსი ვალენტინი. ეს არის ერთ-ერთი ვერსია. ანუ რაღაც რეალურად წმინდა ვალენტინი იყო შეყვარებულების მფარველი და შეყვარებულ წყვილებს ჯვარს წერდა და მიუხედავად აკრძალვისა, ის მაინც ოჯახებს ქმნიდა, შესაბამისად ისტორიაში შევიდა როგორც, ასე ვთქვათ, შეყვარებულების და ოჯახების მფარველად, ასე შევიდა წმინდა ვალენტინე ისტორიაში. მეორე ვერსიის მიხედვით, როდესაც ის შეიპყრეს წმინდა ვალენტინე და ჯერ კიდევ ელოდებოდა სიკვდილს, როდესაც უკვე განაჩენი უკვე იყო გამოტანილი და დღე-დღეზე უნდა ის ეწამა და მოეკლათ. მას ყავდა ახალგაზრდა მეუღლე, იმიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ პირველი საუკუნეების განმავლობაში ეპისკოპოსებისთვისაც იყო ნებადართული ოჯახის ყოლა, ანუ ცოლშვილიანი ეპისკოპოსები იმ დროს იყო ჩვეულებრივი ამბავი. ეს მხოლოდ მე-6 მსოფლიო კრება მე-7 საუკუნის ბოლოს მიიღო ეს დადგენილება, რომ ეპისკოპოსებისთვის აიკრძალა ოჯახის შექმნა და მას შემდეგ ეპისკოპოსებისთვის გახდა აუცილებელი უცოლშვილობა, ანუ ცოლი და შვილები არ შეიძლება რომ ყავდეს ადამიანს ეპისკოპოსობაში, მაგრამ მანამდე მე-7 საუკუნის ჩათვლით რეალურად ნებისმიერ როგორც დღესდღეობით მართლმადიდებლო სამყაროში ცოლშვილიანი სამღვდელოება არსებობს, დიაკონები და მღვდლები, მე-7 საუკუნის ჩათვლით ეპისკოპოსებსაც ყავდათ თავიანთი ოჯახები, ვისაც უნდოდა, რა თქმა უნდა, რომ ყოლოდა. შესაბამისად წმინდა ვალენტინე ეპისკოპოსი იყო და ყავდა ოჯახი და ციხიდან, ასეთი გადმოცემაა, ციხიდან თავის მეუღლეს დასამშვიდობელი წერილი მიწერა, სადაც ის ემშვიდობება თავის მეუღლეს, იცოდა რა, რომ დღე-დღეზე უნდა აწამონ და უნდა მოკლან. ემშვიდობა თავის მეუღლეს და ბოლოს წერილს ამთავრებს ასეთი სიტყვებით, შენზე შეყვარებული შენი ვალენტინი. ასეთი სიტყვებით, ასე ვთქვათ, სიყვარულის ახსნით წმინდა ვალენტინი ასრულებდა თავის წერილს თავისი მეუღლის მიმართ. და ამიტომ, ასე ვთქვათ, ასეთი დამშვიდობების ასეთი სასიყვარულო წერილი მიწერა თავის მეუღლეს, ამიტომაც ისტორიაში შევიდა როგორც შეყვარებულების მფარველი წმინდანი. ეს არის, ვთქვათ, საიდან მოდის ეს ისტორია და ასოცირება წმინდა ვალენტინის შეყვარებულებთან და ზოგადად შეყვარებული წყვილების და მეუღლეების ოჯახების მფარველ წმინდანად რატო ითვლება.
შემდეგი კიდევ რატომ თქვა, აი 14 თებერვალს არის წმინდა ვალენტინის ხსენება და არა სხვა თარიღს, ყოველ შემთხვევაში დასავლეთ ევროპაში იმთავითვე, როდესაც მოხდა წმინდანად აღიარება წმინდა ვალენტინის, დადგინდა, რომ 14 თებერვალს უნდა ყოფილიყო მისი ხსენება და დღემდე ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ ევროპაში 14 თებერვალს აღინიშნება ვალენტინობა. აქაც არის ორი ვერსია. პირველი არის ის, რომ გადმოცემით, რომ რეალურად 14 თებერვალს მოხდა მისი წამება. მოწამეობრივი აღსასრული დადგა მისი 14 თებერვალს. და ჩვენ ვიცით, რომ წმინდანების ხსენება ყოველთვის ხდება არა თქვათ ისი დაბადების თარიღის მიხედვით, არამედ გარდაცვალების ან მოწამეობრივი აღსრულების თარიღის მიხედვით ხდება წმინდანების ხსენება. რატო? იმიტომ რომ ეს არის თარიღი რეალურად, როდესაც ადამიანი შედის ცათა სასუფეველში. ანუ რისთვისაც ჩვენ ვიბადებით, ხო და ვცხოვრობთ, რეალურად უკვე ამ გარდაცვალების დღეს წმინდანები შედიან ცათა სასუფეველში და მარადიულ ცხოვრებაში და ღმერთთან და მადლში ცხოვრებას იწყებენ სულიერ სამყაროში, რა თქმა უნდა. შესაბამისად, სუფთა რელიგიური და სულიერი ხედვით, ზუსტად გარდაცვალების დღე არის საზეიმო დღე, ანუ როდესაც ადამიანი ვიმეორებთ უკვე ცათა სასუფეველში შედის. შესაბამისად, ერთ-ერთი გადმოცემით არის 14 თებერვალი ზუსტად იყო წმინდა ვალენტინის მოწამეობრივი აღსასრულის თარიღი. მეორე ვერსიით 14 თებერვალს, როდესაც დაინიშნა წმინდა ვალენტინის ხსენება, ამითი მოხდა ეკლესია მოახდინა ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის გადაფარვა, ასე ვთქვათ. ანუ 14 თებერვალს წარმართულ რომში იყო ასეთი ძალიან პოპულარული და ძალიან ცნობილი სამყაროში, იმ დროინდელ სამყაროში წარმართული დღესასწაული, ეგრეთ წოდებული ლუპერკალიები. ანუ პალატინის მთაზე, ესეთი გორა იყო თვითონ და არის დღემდე რომში და ამ მთაზე იყო მგლის ღვთაების ტაძარი იყო წარმართული და ეს მგლის ღვთაება ითვლებოდა ზუსტად ნაყოფიერების, ოჯახების და სიყვარულის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. და ეს დღესასწაული, ეს წარმართული დღესასწაული აღინიშნებოდა ზუსტად 14 თებერვალს. ანუ რა ხდებოდა ამ დღეს? მთელი ხალხი, მთელი რომის მოსახლეობა, განსაკუთრებით ის ხალხი, ვისაც უნდოდა დაუჯახება, ან ვინც იყო დაუჯახებული, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ და შვილის ყოლა უნდოდათ და ასე შემდეგ, ანუ ოჯახის თქვა შენარჩუნება, მიდიოდნენ ამ დღეს ამ ტაძარში. იქ შიგნით ტაძარში ხდებოდა მსხვერპლ შეწირვა, ანუ იკვლევოდა ორი ცხოველი, ძაღლი და თხა. შემდეგ ამ ატყავებდნენ ამ შეწირულ ცხოველებს, აკეთებდნენ ამ ტყავებისგან მათრახებს ეძახდნენ ფებრუებს, აქედან თვითონ თვის დასახელებაც დღემდე მოდის თებერვალი, იმიტომ რომ თვითონ მათრახის ფებრუებს ერქვა და ორი ქურუმი ახალგაზრდა მამაკაცი გამოდიოდნენ ტაძრიდან და იწყებდნენ რიტუალურ სირბილს ტაძრის გარშემო ამ მათრახებით ხელში და ხალხს ურტყავდნენ ამ მათრახებს და ხალხს უნდოდა თვითონ ცდილობდნენ რომ მათ მოხვედროდათ ეს მათრახი, იმიტომ რომ ითვლებოდა ვისაც მოხდებოდა ეს მათრახი, შესაბამისად მას ექნებოდა ასე ვთქვათ იღბალი დაუჯახებაში, სიყვარულში, ან შვილების გაჩენაში, დაბადებაში და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ძალიან პოპულარული დღესასწაული, წარმართული დღესასწაული იყო. და ეს საერთოდ ქრისტიანული ეკლესიისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ესეთი მისიონერული მეთოდი, როდესაც ქრისტიანული დღესასწაულით ხდებოდა რომელიმე წარმართული დღესასწაულის გადაფარვა. ან რომელიმე, ასე ვთქვათ, წარმართული სალოცავის ადგილზე შენდებოდა უკვე ქრისტიანული სალოცავი.
ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს ბევრი, თვითონ საქართველოს რეალობაშიც, ჩვენ შეიძლება საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან არაერთი მაგალითი ვნახოთ. ერთ-ერთი ჩვენ ვიცით, როდესაც საქართველოში ჩამოდიან 13 ასურელი მამა, როდესაც ჩამოდის, ივანე ზედაზნელი, რომელიც იყო ამ ასურელი მამების მოძღვარი იყო, წინამძღვარი, ის გადაწყვეტს, რომ პირველი მონასტერი უნდა დაეცებინათ ზედაზენის მთაზე. და რატო? თვითონ მათ ცხოვრებაში ეს არის მოთხრობილი, რომ ზუსტად ზედაზენის მთის წვერზე მანდ იყო წარმართული ტაძარი და წარმართების ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი სალოცავი იყო. და იონე ზედაზნელა გადაწყვეტა, რომ ზუსტად იმ ადგილას, სადაც იყო აი ეს თქვათ წარმართებისთვის წმინდა ადგილი და სალოცავი, ზუსტად მან უნდა აეშენებინათ მონასტერი. და რატო აკეთებდნენ ასე წმინდა მამები? იმიტომ რომ უბრალოდ ის სალოცავი წარმართული რომ დაენგრიათ, ხალხის მეხსიერებაში მაინც დარჩებოდა, რომ აი ეს მათთვის წმინდა ადგილია. წარმართი ხალხი მაინც გააგრძელებდა იმ ნანგრევებზეც კი სიარულს და იქ ლოცვას, მსხვერპლ შეწირვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც წმინდა მამები ზუსტად სადაც იყო აი ეს წარმართული სალოცავები, იქვე იმ ტერიტორიაზევე უკვე აშენებდნენ ქრისტიანულ ტაძრებს, რომ ხალხის მეხსიერებაში დარჩენილიყო ის ადგილი, როგორც წმინდა ადგილი, გაიგრძელებინათ იქ სიარული, სადაც თქვათ იყვნენ მიჩვეულები, რომ იქ ევლოთ და ელოცათ, მაგრამ იქ უკვე არა წარმართული რაღაცა სალოცავი, არამედ უკვე ქრისტიანული ტაძარი დახვდებოდათ და უკვე ასე მოხდებოდა ნელა-ნელა თანდათან წარმართი ხალხის მოქცევა ქრისტიანობაზე. სხვა მაგალითი ისევ და ისევ საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ აი დღემდე საქართველოში, ქართველებში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი პატივცემული უდიდესი წმინდანი არის ჩვენთვის წმინდა გიორგი, ხო? ძალიან ბევრი ტაძარია თვითონ საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე აშენებული და თვითონ უცხოელებმაც კი საქართველოს დაარქვეს გიორგია. ანუ თვითონ ანტიკური ხანის, ანუ პირველი საუკუნეების ისტორიკოსები, ვინც არიან ბიზანტიელი ისტორიკოსები, თვითონ ისინი წერენ, რომ საქართველოს აი გიორგია ქვია, იმიტომ რომ ეს არის იქ საქართველოში წმინდა გიორგის უდიდეს პატივცემენ და ძალიან დიდი სასოება აქვს და სიყვარული წმინდა გიორგის მიმართ და ამიტომ ყველა ამ ქვეყანას წმინდა გიორგის ქვეყანას ეძახის, ანუ გიორგია აქედან მოდის, წმინდა გიორგისგან. და რატო? იმიტომ რომ როგორც არის ცნობილი მეცნიერებაში, წარმართულ საქართველოში ერთ-ერთ უმთავრეს ღვთაებად ითვლებოდა მთვარის ღვთაება, მთვარე. ეს არის საინტერესო, რომ ძირითადად წარმართულ სამყაროში, წარმართულ ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ ღვთაებად ყოველთვის ითვლებოდა მზე. მაგრამ ქართველებში, საქართველოში მთავარ ღვთაებად არა მზე, არამედ მთვარე ითვლებოდა და მთვარე, როგორც ღვთაება, იყო ასოცირებული ახალგაზრდა მებრძოლ მეომარ მამაკაცთან იყო ასოცირებული. ანუ იქ სადაც იყო ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბი ძალიან ბევრი იყო წარმართული სალოცავი მთვარის ღვთაების სახელზე და ვიმეორებ ეს მთვარე იყო ასოცირებული ასეთ მებრძოლ მეომარ ახალგაზრდა ჭაბუკთან იყო ასოცირებული და წმინდა მამები როდესაც უკვე ქრისტიანობა შემოდის საქართველოში ზუსტად იმ ადგილებში სადაც მთვარის ღვთაების სალოცავი იყო წარმართული იქ იმ ადგილებში აშენებდნენ უკვე ქრისტიანულ ტაძრებს და წმინდა გიორგის სახელზე, იმიტომ რომ ზუსტად ეს ასოციაცია რომ არ დაკარგული იყო, იმიტომ წმინდა გიორგიც მოგეხსენებათ იყო ახალგაზრდა ჭაბუკი მეომარი მებრძოლი მამაკაცი იყო. შესაბამისად ეს ამიტომ ამისი ჩანაცვლება წარმართული აზროვნების, წარმართული კულტის, წარმართული ცნობიერების, რომ უფრო იოლად მომხდარიყო ჩანაცვლება ქრისტიანული ფასეულობებით, ქრისტიანული წმინდანებით მომხდარიყო ჩანაცვლება, ამიტომ უბრალოდ იმ წარმართულ სალოცავებს კი არ ანგრევდნენ ქრისტიანები, არამედ იმ ადგილებშივე აშენებდნენ უკვე ქრისტიანულ სალოცავებს. შესაბამისად, აი რომშიც როგორც ჩანს, ერთ-ერთი თქვათ ახსნა განმარტება, რატო 14 თებერვალს
აღინიშნება დასავლეთ ევროპაში წმინდა ვალენტინის ხსენება ზუსტად ამიტომ, რომ მაშინ აი ესეთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წარმართული დღესასწაული, ანუ ლუპერკალები, მღვლის ღვთაების, ანუ ოჯახების, ნაყოფიერების, სიყვარულის მფარველი ღვთაება იყო ეს მოგელი და 14 თებერვალს აღინიშნებოდა და რომ მომხდარიყო ჩანაცვლება, ასე ვთქვათ, იმ წარმართული ცნობიერების და სარწმუნოების უკვე ქრისტიანული ფასეულობებით შესაბამისად წმინდა ვალენტინე, რომელიც გადმოცემით იყო, ასე ვთქვათ, შეყვარებულების მფარველი წმინდანი იყო, დაინიშნა მისი ხსენება ზუსტად 14 თებერვალს, რომ ისევ და ისევ ადამიანებისთვის, წარმართებისთვის იოლი ყოფილიყო უარის თქმა იმ წარმართულ რაღაცა სწავლებაზე, წარმართულ მოძღვრებაზე და ქრისტიანობის მიღება რომ გამხდარიყო უფრო მარტივი. ახლა ისმევა ასეთი ზოგიერთი სვავს ასეთ შეკითხვას, რომ საერთოდ მიღებულია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, თქვათ ასეთი წმინდანის არსებობა, რომელიც თქვათ აი იქნება შეყვარებულების მფარველი წმინდანი. რატომაც არა, ჯერეთი ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ყავს წმინდანები, რომლებიც ოფიციალურად, ასე ვთქვათ, ჩვენი მართლმადიდებლური ტრადიციით არიან შეყვარებულების და ოჯახების მფარველი წმინდანები. მაგალითად, ბერძნულ სამყაროში ყველაზე ამ ხრივ, ამ შინაარსით ყველაზე ცნობილი წმინდანები არიან, მეუღლეები იყვნენ, ეს არის წმინდა ადრიანე და ნატალია. მეუღლეები იყვნენ, ადრიანე, ანუ ქმარი, მოწამეობრივად აღესრულა, ეს არის მე-4 საუკუნეში მოხდა, ხოლო მისი მეუღლე ნატალია ის როგორც ასე ქრივობაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება და უკვე მოხუც ასაკში გარდაიცვალა და მთელი თავისი ცხოვრებით, ანუ ისტორიაში შევიდნენ როგორც ასეთი სანიმუშო სამაგალითო შეყვარებული წყვილი, შეყვარებული მეუღლეები, ერთ-ერთი ესე მოწამეობრივად აღესრულა და მეორე კიდე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ანუ ცოლმა, ასე ვთქვათ, ეს ერთგულება შეინარჩუნა თავისი ქმრის მიმართ და ბოლომდე ხელახლა არ გათხოვილა და ქრივობაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ბერძნულ სამყაროში ასეთი შეყვარებულების და ოჯახების მფარველი წმინდანებად ითვლებიან წმინდა ადრიანე და ნატალია. სლავურ სამყაროში, რუსებში, თქვათ, სერბებში, ბულგარელებში და ასე შემდეგ, ასეთივე, თქვათ, წმინდანები შეყვარებულების და ოჯახების მფარველებად ითვლებიან წმინდა პეტრე და თებრონია. ესენიც მეუღლეები იყვნენ და ისტორიაში შევიდნენ როგორც ასეთი ერთგული მეუღლეები და ერთი მეორეზე შეყვარებულები და სანიმუშო და თავისი სიყვარული, თავისი ერთგულებით ერთად ყოფნით, ასე ვთქვათ, ამათმა მოიხვეჭეს სულიწმინდა და ცხონდნენ და ასე შევიდნენ ცათა სასუფეველში. ცხონება არ არის მხოლოდ და მხოლოდ მოწამეობრივი გზით, არ არის მხოლოდ და მხოლოდ, თქვათ, რაღაცა ისეთი ასკეტური, მკაცრი ასკეტური ცხოვრებით, როგორც არის, თქვათ, იქ მონასტერში წასვლა, ბერობა, რაღაცა განდეგილობა და ასე შემდეგ. ცხონება ჩვეულებრივად შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ოჯახურ თანაცხოვრებაში ურთიერთ სიყვარულით, ერთგულებით, ურთიერთთანადგომით და ასე შემდეგ, როდესაც ორი ადამიანი ეწირება ერთი მეორეს და თავისი გრძნობები და თავისი ცხოვრები და ერთი მეორესთვის, როდესაც ცხოვრობენ და შესაბამისად, ესეც არის ერთგვარი მოწამეობრივი გზა, მეუღლეობა. ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს, რა თქმა უნდა, როდესაც წყვილი ჯვარს იწერს, რაღაცა მომენტ ჯურისტერის ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში მეფეს და პატარძალს თავზე გვირგვინები ედგმებათ, ხო? და გვირგვინებით არიან. და აი ამ გვირგვინებს აქვს ორი შინაარსი. პირველი არის ის, რომ იმ დღეს ითვლებიან როგორც აი მეფე, პირდაპირ სიძეს მეფეს ვეძახით და პატარძალი როგორც დედოფალი. რეალურად როგორც ეს არის ბედნიერების დიდების, ნაყოფიერების სიმბოლოდ
აღიქმებიან ეს გვირგვინები. ანუ იმ დღეს ყველაზე ბედნიერები, ყველაზე უპირატესი ადამიანები შეიძლება ასე ვთქვათ, როგორც მეფე და დედოფალი, ესე აღიქმებიან სიძე და პატარძალი. და მეორე შინაარსი ამ გვირგვინებისა არის ის, რომ ეს არის მოწამეთა გვირგვინები. გადმოცემიდან ჩვენ ვიცით, რომ ცათასასუფეველში ყველა კი არის წმინდანი, მაგრამ მხოლოდ მოწამე წმინდანებს თავზე ადგათ გვირგვინები. ანუ გვირგვინი ეს არის მოწამეობრიობის ნიშანი. შესაბამისად, მეფეს და პატარძალს ეს გვირგვინები ჯვრისწერის დროს ედგმება იმ შინაარსით, რომ რეალურად მეუღლეობაც ეს არის მოწამეობრივი გზა. ანუ კი ეს არის სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის, სიხარულისთვის და ამისთვის ხდება ოჯახი იქმნება, მაგრამ ეს გზა ამავდროულად გულისხმობს გოლგოთის გზასაც გულისხმობს და მოწამეობრივ გზასაც გულისხმობს და აი ამის ნიშნად მათ თავზე ედგმებათ ეს გვირგვინები. და შემთხვევით არ არის, როდესაც წყვილი ისევ და ისევ ჯვრისწერის დროს სამჯერ უვლის ტადრის შუაში დაბრძანებულ ანალოგიას წრეზე როდესაც დადიან, ხო? ამ დროს იგალობება სამი ლოცვა, სამი ტროპარი. პირველი ეს არის სიხარულის, ბედნიერების და ნაყოფიერების შინაარსის ტროპარი. ისაია მხიარულიყავ, რამე თუ ქალწულმა მუცლად იყო, შუა ძე დაუსაბო ემანუელ ღმერთი და კაცი და ასე შემდეგ. ანუ სიხარულის, ბედნიერების და ნაყოფიერების შინაარსის ლოცვა. აი მეორე წრეზე როდესაც მიდიან, ხო? აქ უკვე იგალობება მოწამეთა ტროპარი, ლოცვა იკითხება, იგალობება ამ დროს. და ამ დროს ეს ტროპარი იგალობება არა იმ მოწამე წმინდანების მისამართით, რომლებიც ზეცაში არიან, არამედ ზუსტად ამ მეფეს და პატარძალს უგალობებენ, როგორც ადამიანებს, რომლებიც დაადგნენ ზუსტად ამ მოწამეობრივ გზაზე, რომლებიც დგებიან ახლა მათთვის, როგორც მოწამეებისთვის, მოწამეობრივ გზაზე დამდგარ ადამიანებისთვის იგალობება ეს ტროპარი. და ეს გვირგვინები ისევ და ისევ არის მოწამეობრიობის ნიშანი არის. და მესამე წრეზე როდესაც მიდიან, უკვე ღვთის დიდების შინაარსის ტროპარი იგალობება, ანუ ზუსტად აი ამ სიყვარულით იგულისხმება ერთგულებით, ურთიერთერთგულებით და მოწამეობრივ გზაზე სიარულით ამ წყვილმა თვითონ დანიშნულება ოჯახის ეს არის სულიწმინდის მოხვეჭა, რა თქმა უნდა, მადლის მიღება და ცათასასუფეველის დამკვიდრება და ამიტომ მესამე წრეზე უკვე იგალობება ღვთის დიდების, ანუ ცათასასუფეველში შესვლის ტროპარი იგალობება. ამიტომ აი როგორც ერთგვარი დასკვნა დღევანდელი ჩვენი საუბრისა არის ის, რომ ცხონება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რეალურად, როდესაც ფიზიკურად ადამიანს აწამებენ და კლავენ სარწმუნოებისთვის, ან როდესაც ადამიანი თქვათ მიდის სადღაცა უდაბნოში, მონასტერში და ასკეტურ ცხოვრებას, მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწევა, არამედ ოჯახური თანაცხოვრებით, ურთიერთსიყვარულით და ერთგულებით და ერთი მეორისთვის ცხოვრებით და ერთი მეორისთვის სიცოცხლის შეწირვით ხდება ზუსტად ცხონების მოპოვება. და კიდევ შეიძლება ესეც ითქვას, რომ რეალურად ქრისტიანულ ოჯახში მეორდება წმინდა სამების მოდელი. აი ჩვენ საიდან ვიცით, რომ საიდან ჩვენ შეგვიძლია იმის მტკიცება ქრისტიანებს, რომ ღმერთი არის სიყვარული. ის რომ ღმერთი არის სიყვარული, ეს არის ხშირად არის ნათქვამი სხვა რელიგიებშიც, ისლამშიც, იუდაიზმშიც, სხვა რელიგიებშიც არის ეს ნათქვამი, რომ ღმერთი არის სიყვარული. მაგრამ მხოლოდ ჩვენ ქრისტიანებს შეგვიძლია იმის რეალურად დამტკიცება, რომ ღმერთი არის სიყვარული და რატომ? თუ ღმერთი არის ერთპიროვანი, როგორც სხვა რელიგიებში, ხო? მაშინ ღმერთისთვის ასეთი გრძნობა, როგორც სიყვარული იქნებოდა უცნობი. იმიტომ სიყვარული ყოველთვის არსებობს იქ, როდესაც არსებობს როგორც მინიმუმ ორი პირი. ანუ სიყვარულის ობიექტი უნდა ყავდეს პიროვნებას, რომ ვინმე უყვარდეს.
და სამყაროს შექმნამდე, როდესაც ღმერთი რომ ყოფილიყო ერთპიროვანი, მას რეალურად სიყვარულის ობიექტი არ ეყოლებოდა. სიყვარული როგორც ასეთი თვისება ღმერთისთვის იქნებოდა უცხო. ვინ უნდა ყვარებოდა, როდესაც სამყაროც ჯერ კიდევ არც იყო და თუ სხვა პირი არ ყოფილიყო თვითონ ღმერთში. და აი სადაც უკვე არსებობს ორი პირი, მათ შეიძლება ლაპარაკი სიყვარულზე, ასევე როგორც მეუღლეებს შორის, ხო? წარმოვიდგინოთ, თუმცა ადამიანი, თქვათ, აი თუ დაბადებიდანვე თუ გაიზარდა, ესეთი აბსურდული რაღაცა, რა თქმა უნდა, რომ წარმოვიდგინოთ, რომ თქვათ გაიზარდოს აბსოლუტურად იზოლირებულ რაღაცა სივრცეში, სადაც არც სხვა ადამიანს რომ ხედავდეს, არც ცხოველსაც კი, არც ცოცხალ არსებას რომ ვერ ხედავდეს, ასეთი ადამიანისთვის ასეთი გრძნობა, როგორც სიყვარული იქნებოდა, რა თქმა უნდა, უცხო და უცნობი, იმიტომ რომ არ ეყოლებოდა სიყვარულის ობიექტი. და მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს კიდე ერთი სხვა პირი, აი მაშინ უკვე შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ სიყვარულზე. მაგრამ იქ სადაც არსებობს მხოლოდ ორი პირი, შეიძლება ასეთ სიყვარულს ეგოისტური სიყვარულიც კი დაერქვას, იმიტომ რომ თქვათ, მე მიყვარს ადამიანი, იმიტომ რომ მეც მას უყვარ ვარ და ესეთი სიყვარული ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს ეგოისტურ სიყვარულად და ჩაკეტილ სიყვარულად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩნდება მესამე პირი, აი აქ უკვე ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ სრულფასოვან, სრულყოფილ სიყვარულზე, იმიტომ რომ წმინდა სამებაში როგორ არის, მამას უყვარს ძე, ძეს უყვარს მამა და ორივე სიყვარული გადადის სულიწმიდაზე და სულიწმიდა პასუხობს მამას და ძეს თავისი სიყვარული და აი აქ უკვე იქმნება სიყვარულის სრულყოფილობა იქმნება. ოჯახშიც იგივეა. მამაკაცს უყვარს თავისი მეუღლე, ქალს უყვარს თავისი ქმარი და მათი სიყვარული უკვე გადადის, მათი სიყვარულის ნაყოფი უკვე არის შვილი, ან შვილები, მით უმეტეს თუ მრავალშვილიანი ოჯახი, რაც უფრო მეტი შვილია, სიყვარული მით უფრო მრავლდება ასეთ ოჯახში, რა თქმა უნდა. ის კი არ ნაწილდება, არამედ მრავლდება ეს სიყვარული და შვილები უკვე თავიანთ მშობლებს პასუხობენ თავისი სიყვარულით. ანუ აი აქ უკვე რეალურად ქრისტიანულ ოჯახში მეორდება წმინდა სამების მოდელი, ანუ სრულყოფილი სიყვარულის მოდელი მეორდება. შესაბამისად, ისევ და ისევ, ჩვენ როდესაც ვალენტინობაზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ არ უნდა ცილს წამებდეთ, რომ თითქოს და არა მართლმადიდებელი და არა ქრისტიანი წმინდანია თუ პიროვნება, ანუ რეალურად მართლმადიდებელი წმინდანია, ვიმეორებ მესამე საუკუნის მოწამეა, მღვდელმთავარი, ჩვენს კალენდარშიც, მართლმადიდებელ კალენდარში ის აღინიშნება, ვიმეორებ ძველი სტილით 30 ივლისს, ხოლო ახალი სტილით 12 აგვისტოს არის ხსენება, წმინდა ვალენტინის ინტერამელის, ანუ იტალიელის ხსენება. ხო და ზოგიერთი ესეთ კითხვასვლა და ზოგადად საჭიროა ასეთი დღესასწაულების აღნიშვნა, სპეციალური დღეების, იქ შეყვარებულების, ან თქვათ რაღაცა იქ ქალთა დღეები არის, იქ რაღაცა დედის დღე არის, ხო, აღნიშნავთ ჩვენ. რატომაც არ შეიძლება? რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ადამიანებს ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ჩვენ გვიყვარს, რეალურად გვიყვარს ჩვენი მშობლები, ჩვენი მეუღლები, ჩვენი შვილები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვავიწყდება ხოლმე, რომ რაღაცა ზედმეტი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ რაღაცა სიყვარული ავუსნათ, რაღაცა ყურადღება გამოვიჩინოთ, რაღაცა გავუზიაროთ ჩვენი გრძნობა მათ მიმართ. და ამით ძალიან ბევრს კარგავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ. და ეს აზიანებს ძალიან ურთიერთობებს და აცივებს და შესაბამისად თუ კალენდარში იყო ასეთი დღეები, ეს რელიგიური დღეები იქნება თუ სამოქალაქო, რომლებიც ზედმეტად ჩვენ შეგვახსენებს, რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მივულოცოთ, რაღაცა საჩუქარით შეიძლება გავუკეთოთ, მოვეფეროთ, სიყვარული ავუცნათ. ეს პირიქით არის დადებითი, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი დღეები და რაც უფრო მეტად ჩვენ გვექნება იმის მიზეზი და საბაბი, რომ
სიყვარული გავუზიაროთ ჩვენს ადამიანებს, ჩვენს ოჯახის წევრებს, მით რა თქმა უნდა უკეთესი იქნება და არ დავკარგოთ არც ერთი საშუალება, არც ერთი დღე, რომ ასე ვთქვათ, არ ავუხსნათ ჩვენ საყვარელ ადამიანებს ჩვენი გრძნობა და ჩვენი სიყვარული. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვიმეორებ, ეს არის სამეფო არხი და გადაცემა საუბრები მოძღვართან. თქვენ დღეს გესაუბრებოდათ დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ნახვამდის.